ყველა ჩემი სახელია სანდრო. მე ვარ ლუკა, რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს. ლუკას არხდეთ და ჩემ არხდეთ დაიდება. ხო. ამას ქვია ST ლუკი. ხო. ანუ ხო, ჩემი არხის ლინკი აღწერაში იქნება. აი თავიდან ხო მოდი. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს სახელად ST ლუკი. ამ პროექტის იდეის ავტორია ლუკა. ჩემი არხის ლინკიც აღწერაში იქნება. და გადადით გამოიწერეთ ეს ვიდეო, იქაც დაიდება და ეხლა კი მოდი აგიხსნით ამ გადაცემის მიზანს. და ეს გადაცემა მას არის და თან შოუც, აი შოუს მოგაგონებს არა? ჩუმად, ეგ თავიდან ქენი, ეხლა თქვი რომ ეს არის შოუ. თავიდან. ეს არის შოუ. ცოტა ისე მომახიანა. ეს არის აი ეს შოუ. გამოდით, მაგრამ ნუ მე გადაცემას დავუძახებ. მოკლედ, ეს ლუკის მიზანი არის რომ მოვიწვიოთ განსხვავებული ადამიანები და დავუსვათ შეკითხვები. ეს იქნება YouTube-თან დაკავშირებული და ცხოვრებასთან. მოკლედ, ფაქტიურად პოდკასტიანი, მაგრამ ცოტა სხვა მიზნით. ანუ არის ერთი შეკითხვა, ამას უსვამ მე ლუკა, დეპილი ხარ ეს საკეთე. თავიდან. მოკლედ, ამ შოუს მიზანი არის აი ამ ბლოკნოტში ჩაწერილი კითხვები. არის ერთი კითხვა და ამას პასუხობ მე და ლუკას. ვინც კითხვას ვერ ან არ უპასუხებს, გამოვარდება. ოკეი. დღევანდელი კითხვები მოვამზადეთ ცოტა YouTube-თან დაკავშირებული და ეხლა მე დავუსვენ ლუკას პირველ შეკითხვებს. მზადვა. ოკეი, მოდი ცოტა აქეთ მოიწერო, ჩანდე. მოდი მოიცი. მოდი ბიჭო, მოდი, სხვენია. მოდი შენი ახლა. არა, ეგ იჭერს ცოტას. ესე იგი, პირველი შეკითხვა არის ასეთი. როგორ ფიქრობ, იუთუბერობის მიზანი რა არის? იუთუბერობის მიზანი? თული შეკითხვა, ხო იცი? თქვი. ჩემი აზრით ლაიქებია თან რა, მაგრამ თან არა, ლუკა, არა, თავიდან. მიზანი იცი რა არის? მიზანი რა არის? ლაიქებია ვიდეო იუთუბერობის მიზანი, ხო? კაი, თავიდან. როგორ ფიქრობ, რა არის იუთუბერობის მიზანი? ანუ ესა აი შეხო დაიწყე ხა იუთუბი. აი შენი მიზანი რა არის, რა გინდა გააკეთო? მე მინდა რომ მოვიმატო რაც შეიძლება მეტი გამომწერები. ეგ ყველას უნდა. გამომწერები თუ არა, მაშინ რა ვიცი, აბა. მაღლა. ჩემი აზრით ყველაზე აუცილებელი გამომწერებია, მაგრამ აი თან ლაიქებისა აუცილებელი. ხო, მაგრამ იცი რა შევასწორებ? უყურე გამომწერები არ მოგემატება შენ კონტენტი თუ არა გაქვს კარგი. უყურე თავარი გამომწერები კი არა, თავარი არის კონტენტი, იმიტომ რომ კონტენტი თუ არა გაქვს კარგი, არც გამომწერები არ გყავს, არც ლაიქები, არც ნახვები. მოხდი? თავარია კონტენტი როგორი გაქვს. კარგი. და კონტენტი თუ არ იქნება კარგი, მაშინ არც ლაიქები იქნება ისე. ეგეც მართალია. მაგრამ თუ გამომწერებს მოსწონს და არ იწერენ არა ლაიქებენ, ეგ მაგათი ბრალია. ხოთა შორის ლუკას 83% უყურებს გამოწერის გარეშე. ამიტომ თუ ეხლა ამ ვიდეოს უძიხართ და უყურებთ, ქვემოთ ტირელი ღილაკიროა. დააჭირეთ, დალაიქეთ ვიდეო. აი ხმარა თუ მოგეწონებათ. ხებსთან შეიძლება თეთრიც იყოს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს? თავარი და ალაიქონე, შავი იყო თუ ვინადა თეთრი. ჩემს მეორე არხზე, რომელიც არის საკმაოდ ძველი, მან არ გამოიწერეთ აქ. იქ არის 73 გამომწერი. იქ უფრო არის short ვიდეოების. ხო, short ვიდეოების არხი არის კინოარხი რა. ორივე არხის ლინკი აღწერაში იქნება, ლუკას არხის, ლუკას ორივე არხის, ჩემი ორივე არხის. არა, მეორე არხი ისე არც არ ნიშნავს. ოკეი, კარგი, შემდეგი შეკითხვა. აპირებოდეს მე YouTube-დან წასვლას? და თუ აპირებ, როდის? და თუ არ აპირებ, რატომ არ აპირებ? აი და დაიბნა. აპირებ YouTube-დან წასვლას? აი, ერთი მიზეზი მაქვს, რის გამოც შეიძლება YouTube-დან წავიდე. თქვი? აი, ოღონდ ამ არხზე. და მე ხო, საერთოდ YouTube-დან წავიდე, ხო, მე შეიძლება ეს შოუ ჰაგებაგულზე გავაკეთო. ბაზარი არა, მიდი, თქვი. იმიტომ ამის მიზეზი ის არის ეს
შეეხება პირველ კითხვას. ხო. ანუ გამოვიწერეთ არხი. თორემ მე ამ არხს მივატოვებ და გადავა ჰაკბაგ ფულზე. ჰაკბაგ ფულზე ბევრი გამომწერი ვარიც მოვიმატე. ერთ დღეში 3 გამომწერი. და ამ არხზე კიდე 5 თვეა უკვე დაუწყე, არა 5 თვეზე მეტი. მაშინ რაც საფხული დამთავრდა, მაშინ დავიწყე და მას და ნუ ძველადაც ვიღებდი ამ არხზე და იქიდან მყავს 29 გამომწერი. და ძველად ტელეფონზე ვიღებდი და ეგ გადმოვიდა პლანშეტზე ეგ არხი და მოგე, ყველაფერი მივხვდით. მაიცა. ეხლა უპასუხე. რატო აპირებ წასვლას? მაიცა ბოლოში ვიხდები. გაგი, მიდი. ეგრე გადმოვიდა პლანშეტზე ეგ ანუ პლანშეტი ჩართო არხი. ხო, 29 გამომწერი და ჰაკბაგ ფულზე 73 გამომწერი ყავს და მთელი 7 თვეში ერთი გამომწერიც კი არ ამატებულა, ასე რომ ერთი გამომწერი ბაც სულ რაღაც 29 გამომწერზე ვარ და თუ ისევ 29 გამომწერზე ჩავრჩებით მე მართლა წავალ ამ არხიდან. ლუკა, უყურე ის როგორი რაღაცა ქენი. მე ვიდეოებში გაკეთებაში დაგეხმარები. უბრალოდ აი მოდი რაიმე თავპიგდეთ. მოდი აბა. როდესაც ავალთ 50 გამომწერზე, თავი გადავპარშავს ლუკიტოს. თავი გადავპარშავს ლუკა. არა. 50 გამომწერზე. ხალხი გამოგიწერს. ოკეი. შემდეგი კითხვა. ეს არის შემდეგი და ბოლო კითხვა დღეისთვის ლუკასთვის. რა გეგმები გაქვს მომავალში? რა გინდა YouTube-ზე მომავალში გააკეთო? აი რა გეგმები გაქვს? აი მთლიანი შენი გეგმები მოყევი. აი ყველა გეგმა რა გაქვს? ანუ YouTube-ზე. ხო, YouTube-ზე რა გააკეთო? აი ამ არხზე. ან ნებისმიერ არხზე რა გეგმები გაქვს YouTube-ზე? აი რაიმე შოუ დაწყება ხო არ გინდა? ან რა შოუ დაწყება? აი მე სერიალი, აი როგორ გააგრძელებ YouTube-ზე? რა ვიდეოებს დადებ? YouTube-ი გადმოვიტანო. არა, YouTube-ზე გადმოვიტანო Google-ისავით რამ, ანუ ცალკე იქნება. ანუ ასე მაუსით კომპიუტერზე იქნება ასე მაუსით მარჯვენა კლიკს უნდა დააკლიკო და გადახვალ Google-ზე. Google-ზე რა, ოღონდ YouTube-იც იქნება დამატებული ცოტა და ყველა ასე Google-ისნაირი რაღაცები იქნება მარჯვენა კლიკს როცა დააკლიკებ. ლუკა, უყურე შენი YouTube არხზე რა გინდა გადაიღო? თუ YouTube-ს კი არ შეცვლი. შენი YouTube არხზე რა გინდა გადაიღო? რეები გინდა გააკეთო. შენი YouTube არხზე რა გინდა გადაიღო? ეგ თქვი. რეები გადაიღება გინდა? არაფრის? ნუ შოუები. კი ბატონო, ეს არის პირველი ეპიზოდი რიგით და თუ გინდათ რომ შემდეგი ეპიზოდი დაიდოს, აუ რა დავარქვი შოუ დამავიდოთ ხო? ერთი ლუკის შემდეგ ეპიზოდში კი ძალიან მაგარი სტუმარი გვაქვს. ამიტომ დარჩით ბოლომდე. ეს რაც ახლას არო თქვა, შეხებდა პირველ კითხვას, ასე რომ ეს უკვე ბევრჯერ ვთქვით, გამოიწერეთ არხი, თუ გინდათ რომ City Lukis მეორე ფართიც გამოვიდეს. ხილაკი დააკლიკეთ. ავიყვანოთ ლუკა 50 თავი უნდა გადავპარსო. 50 გამომწერზე ხალხო, ყველა. ოკეი და ბოლო კითხვა. რა შეცვლიდი მთლიან YouTube-ზე? ვაფშე მთლიან? ხო, ვაფშე მთლიან YouTube-ზე. აი რეებს დაამატები რეებს. რაც თქვი, ნახევარი უკვე თქვი და გავაგზელებ შემსლება იმ. გავაგზელებ. და ნუ რა დააკლიკებ იმას. ყველა იმებს უკვე. მაუსის მარჯვენა იმ. ხო. და პლანშეტზე და ტელეფონის ნაირ Android-ებზე ხო. ასე უნდა გადაწიო. თითით. აი ასე. ხო. მივხვდით. და Google-ში გადახვა? ხო, Google-ში და Google-ით აი ასე ზემოთ თუ იმას იზა, ზემოთ ასე თუ აწევ, მაუსით კიდე აი მაუსით უნდა გააკეთო აი ასე. აი ასე. ანუ ანუ სკროლი, ხო.
კარგი, ანუ ახალ ფუნქციას ამატებ. ეგ საინტერესოა, ლუკა, პროგრამირება ინსტალო შედი YouTube-ზე. ეგრე მე გადახვალ Messenger-ზე რა. კარგი, ეხლა ჩემი დროა. ეხლა ჩემი დროა. რომ მაიცა ცოტა დარჩა. და შეგიძლია რომ ვინმე YouTube-ზე, რომ ვინმე YouTuber-ს მიწერო რამე. კაი იდეა ისე. ანუ YouTuber-ებს შეგიძლია მიწერო. კაი აზრია. მაგრამ ცოტა პრობლემა, ხო, კაი. ცოტა პრობლემასაც შექმნის, იმიტომ ძალიან აი უყურე ტიპს ყავს მაგალითად 600 მილიონი გამომწერი, 300 მილიონი. 300 მილიონი კაცი ოწერდეს დღეში. და მოგიგენია როგორ ის, ხო? ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. გამომწერები კი არა. ანუ ხალხი ყველა ხო, YouTuber-ი ხო რა? YouTube-ის მოხმარებლები ხო გამომწერები არიან. ეხლა კი შემიჯერია ამ კითხვის უპასუხო. ანუ ვინც ვერ მივხვდით ამ შოუს მიზანს. არის 4-5 კითხვა. ამებს ჯერ პასუხობს ლუკა მე. შემდეგ კი მაგრამ ჯერ არის ჩემთვის სპეციალურად განკუთვნილი კითხვები. რა რჩევას მიცემდი დამწყები YouTuber-ებს? ნუ მე რაღაცა 400 გამომწერი მყავთ, დამწყები YouTuber-ი ნამდვილად არ ვარ. იმიტომ რომ დაახლოებით 6 წელია რაც YouTube-ის პლატფორმას ვეხები. ამ 6 წელიწადში ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და გამოვცადე თითქმის ყველა ასე ვთქვათ ტელეფონით გამოვცადე, პლანშეტით გამოვცადე ერთ დროს, კომპიუტერით გამოვცადე, ლეპტოპით, პერსონალურით. ყველაფერი მაქვს თითქმის ტელეფონით კი მაქვს გამოცდილი. ეგ კი არა რაღაცა ძალიან ესეთი ამხელა კუპატივი რაღაცა აი ძალიან ამხელა iPhone-ები რო იყო რა, iPhone 1, 2 და ეგეთები. ხო, iPhone 2 და 5-ის ნაირი. ხო და აი iPhone 2-საც მქონდა ერთხელ. მოკლედ ძალიან ბევრი დევაისით მაქვს ასე ვთქვათ YouTube-ზე ნამოღვაწები. ოღონდ არის ფიქრობთ რომ ეს TV-ს არხზე წაშლილია. სხვა არხები იყო სხვა არხებზე იყო, რომელიც ეხლა რა თქმა უნდა წაშლილია და არა, ის ყველა წაშლილი არ არის. მაგალითად არ გული მე უნდა მეთქო ეგ. და ნუ რო ჩაწეროთ, ნუ ძალიან დიდი მოძებნა გჭირდებათ, რომ მაგისი ძველი არხები იპოვოთ და ნახოთ მისი ძველი ვიდეო და იქ ნახავთ როგორი იყო ადრე სანდრო. სხვა შორის ეხა აქ არის წესით ჩემი ვიდეო სადღაცა სადაც მე გვაჩვენებ ჩემს ძველ ვიდეოებს. ყველა ვერ ვანახე, მაგრამ კარგი ვიდეო გამოვიდა 10000 ნახვა აქვს. 10000. ძალიან დიდი მადლობა ჩემ გამომწერებს. სანდროს ყველაზე პოპულარული ვიდეო. კი ბატონო. შეხვა. კარგი, მოდი ახლა კონკრეტულად კითხვაზე ვილაპარაკოთ. მე დამწყები YouTuber-ები მივცემდი ესეთ ჩევას, რომ ანუ არ აქვს მნიშვნელობა რითი დაიწყები YouTube-ს. თავარი არის იქ იყვარდეს შენი საქმე და თავარი არის ანუ აი რაღაცა გამბედაობა ყოფნიდეს ასე ვთქვათ რა, ანუ YouTuber-ობა სულ არ არის მარტივი სიმართლე გიხათ, აი შეიძლება დღეში 10 საათი და რაღაცა ამონტაჟო. იმენ ჭხირკედელობა რავი ძალიან ჭხირკედელობა გამოიარა აი ხა ამ YouTube-ის აკაუნტმა. რაზეც მე ვიდევდი ხოლმე ვიდეოებს. აი მაგალითად თავიდან ხა მაგალითად რომ მოიყვანო, ხო? სწავლობდი ნელ-ნელა YouTube-ის გამოყენებას. მაგალითად აი თავიდან ხო ჩემ ერთ ვიდეოში წავნიშნე რომ ანუ იმდენად არ ვიცოდი YouTube-თან იმდენად არ ვიყავ შეხებაში რომ ანუ ისიც კი არ ვიცოდი ვიდეოს სახელი როგორ დამეწერა და ვაწერდი სანდრო აბალოიძე უბრალოდ მიწერდნენ და მე ხო მეგონას კაი ხო ეს თავიდან ხო და იმდენად არ მქონდა YouTube-თან შეხება რომ ანუ ჩემისაც კი ვერ ვაწერდი სახელს რა ხო და ამიტომ ისწავლეთ YouTube-ი და ეცადეთ თქვენი მაქსიმუმი გააკეთოთ. ასევე რა შევასწავლეთ მივცემდი, ეს არის დროის ლიმიტი. YouTuber-ების დროს, ანუ ძალიან დიდი ხანი კომპიუტერზე გადაწვა, საერთოდ არ არის კარგი. არც YouTuber-ისთვის საერთოდ ძალიან ცუდია. კი შეიძლება შენ ვიდეო გადაიღო, აი მაგალითად ახლა. ხვალ მე დავჯექი რაღაცა აი ხამის რავი 2 საათზე და ესე მთელი ხანი გავათენე ვიდეოს გაკეთებაში, ხო? აი ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის. იმიტომ რომ მან შემდეგ ენერგია აღარ გრჩება, მე თავი ყიო და ეხა მიდი და შემდეგ დღეს იმას გენია ვიდეო დაადე მე დაამოტარე მე მიდი ახალი ვიდეო გადაიღე. და ანუ აი ბევრი YouTuber-ი ვიცი, ხა კონკრეტულად ადავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრი YouTuber-ი, დიდი YouTuber-ები, აი 100.000 იქეთ ქართველები ხოდა შორის. აი რო არიან ზოგიერთი ერთი თვე რო არდებს, ზოგი 2 თვე, ანუ თან დრო უნდა ამას.
ხო და აი მე გირჩევთ რომ არა ღამით არამედ დილით იმუშაოთ ხოლმე ვიდეოებზე ეს ჩემი ყველაზე ისეთი რჩევაა თქვენ ჯანმრთელობა გაუთხილდით და გირჩევთ ყოველთვის ორიენტირებული იყოთ სიახლეებზე ანუ აი ესე არიაროთ რა აი ზოგიერთი იუთუბერი აი მაგალითად ძალიან ბევრი იუთუბერი კონკრეტულად არ დავასახელებ მაგრამ ბევრი იუთუბერი მინახავს რომ ანუ აი GTA 5 იღებდნენ 2012 წელს და 2025 წელსაც იგივეს იღებენ იგივე კონტენტი არ რაღაცა აი ვიდეოებს რო ჩამოსხლოდა ხო უნდა იყოს განსხვავებული კონტენტი აი ყველა ვიდეო უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან აი მაგალითად ჩემი საყვარელი იუთუბერია სხვადასხვის ოქტოპუსი ძალიან კარგი გუნდი არის იმიტომ რომ ანუ იმიტომ მომწონს რომ ძალიან ბევრი კონტენტი აქვს და ეს ჩემთვის არის კარგი იმიტომ რომ ანუ არ მოიწყენ რა კაცი აი მაგალითად რაღაცა სტერეოტიპებს ჩაუჯექი იქ რაღაცა მე პოდკასტებს და ანუ ეგეც საინტერესო არის უფრო YouTube არ ხიმენა იკლევ აი მე იგორ შაბათობის ლაივი არის მაგას უყურე და მოგლეთ საინტერესო არის ხო და ამიტომ გიჩვენებთ ყველა ვიდეო ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს რა აი რაღაც ეგრეთ ძალიან აი ესეთი ვიდეოები არ გინდათ გავაფართოვეთ კვადრატი აი მაგალითად ვიღაცამ შეიძლება აი 100 წელი არ მოუნდეს რომ Minecraft-ი გადას სხვა ვიდეო გადაიღოს ხო და მე ვიღაცა რომ მოვწყინება რომ გავუკეთეს unsubscribe-ს მე დაიწყებენ წუწუნ ხო და ამიტომ გიჩვენებთ რომ მრავალფეროვანი კონტენტი გადაიღოთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი ეხლა შემდეგი როგორ დაიწყე YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა? ხო, აი, შემეკითხეთ. როგორ დაიწყებდი YouTube-ზე? როგორ დაიწყე YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა? როგორ დაიწყებთ YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა? როგორ დაიწყე YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა? აი, ძალიან დიდი ისტორია აქვს. ამას და თუ გსურთ რომ სრული ისტორია მოისმინოთ და ნახოთ, ჩემი ვიდეო ნახეთ. აი, კიდე ერთხელ გამონათდება. აი, სადღაც აი, აქეთ. მოგლედ YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო. YouTuber-ობა დავიწყე საერთოდ პანდემიის პერიოდში. აი მე და ჩემი და ვიღებდით ძალიან ბევრ რაღაცას. ანუ მეხმარებოდა ის რაღაცა მე ბავშვი სერიალის გადავიღეთ. ბავშვი გაგზელება მინდა, მაგრამ ბიჭო რესურსები არ მაქვს, ფული არ მაქვს. ხო და რაღაც სერიალებს ვიღებდი. რა ჯერითაა ჩემი YouTuber-ობა დაიწყო ის როგორი რაღაცით. აი ხა არ დამიჯერებთ რა, მაგრამ ანუ ბავშვობაში ვიყავით ძალიან მეცნიერებით, აი რავი, გატაცებული, აი ეხა ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები რა, აი რაღაცა კვანტური ფიზიკა, რა ძალიან ისეთ რაღაცებს ვკითხულობდი. აი მაგალითად სტალინის ბიოგრაფია და ხო ხდებით რა, როგორი ტიპი ვიყავი. აი მინდა მეცნიერი გამოსულიყავი და ეგეთი კონტენტს ვიღებდი. აი მოდი ვისაუბროთ გრავიტაციაზე და ანუ რასაც ვსაუბრობდი, ხო? ანუ ეს იყო ის ცონა, რომელიც მე დავაგროვე. ხო და ძალიან ვამაყობ რომ ანუ ეგეთი ადამიანი ვიყავი საერთოდ. იმიტომ რომ საერთოდ მოაჩვენე ძალიან ბევრ რაღაცებს გამომადგა სხვადასხვის. ხო და YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა დავიწყე ეგენი მეცნიერული კონტენტით რა. აი ეხაც კი მაქვს ეს თვითონ უნდა გაჩვენოთ. მაგი გაიშა შეიძლება. ხო არა მოჭრა. ჩემი ენციკლოპედია უნდა ვალახო რა. აი ამ ტიგნით დაიწყო ჩემი YouTube-ობა. მოკლედ აი ეს არის 365 დაუჯერებელი და უტყუარი ფაქტი ყველაფერზე. ნუ ეს არის ასე თქვა ენციკლოპედია სადაც წერია ფაქტები რა რაღაცა მილიონი ვახჭი. მედია ხმა ისევ გესმით? აი მილიონ რაღაცა წერია რა. ხო და ერთ დღესაც აი ხო ვკითხულობ, ხო? და აი ჩემ მშობლებს რომ ვზიარებდი. აი მაგალითად ნახე რომ ბაბუინს რავი წითელი ტრაკი აქვს. აი მაგ ყველაფერს რომ უყვებოდი, ხო? დედაჩემს, რომ უყვებოდი ამას, მამაჩემს რომ უყვებოდი ამას. რავი ლუკასაც კი უყვებოდი ხანდახან. ჩემ და ბიჭო, მე რას გავიგებდი, სამის ხო ბარ გიყვებოდი. მართლა გიყვებოდი. აი რომ უყვებოდი ხალხსო, მეთქი ანუ ეს რატო არ უნდა ვაქციო რეალობად. ანუ მე ხერხებოდა საერთოდ ლაპარაკი მთელი ცხოვრება. ხო და გადავწყვიტე რომ აი ეს ესენი რა, აი მეცნიერულ რაღაცები რაც ვიცოდი, უფრო ფართო აუდიტორიისთვის მეჩვენებინა. სიმართლე გიხარ ზოგიერთ ვიდეოზე გამომივიდა კიდეც. კარგი. და მოკლედ ვიდეოების ატვირთვა დაიწყო აი ეგრე რა, აი ჩემ ცოდნას გუზიარებდი ხალხს. შემდეგი კითხვა დაიკითხე ლუკა. მეტი მგონი არც. არა, აი აგე. შენ რომ ჯგუფის ლიდერი იყო, რას გააკეთებდი
ხო რა გააკეთებდი, კაი. რას გააკეთებდი? შენი YouTube არხი. შენი YouTube არხი. აი ჯგუფი მინდა ბიჭო ყველაზე მეტად, მაგრამ არ გამოდის. აი მაგალითად აი Hungry Man-ები, ხო, Hungry Man-ის YouTube არხი. ანუ აი მე რო ეგეთი community მყავდეს, ეგეთი ჯგუფი რომ მყავდეს, აი ტიპებს იმენა, მთელი დარბაზები აქვთ, მთელი გადაღები კამერები, მიკროფონები და აი ანუ მე რო ეგეთი ჯგუფი მქონდეს, აი მილიონზე ვიქნებოდი ალბათ. ყოველდღე ვიდეოებს ავტვირთავდი. თან აი ფულიც მექნებოდა, ყველაფერი მექნებოდა, ანუ აი ისეთი კარგი იდეები მაქვს, ისეთი კარგი ჩელენჯები მაქვს, აი ისეთი მაგარი რაღაცები მაქვს. ისეთი გამოცნობა და აი რა მაგარი რაღაცები მაქვს, იცი? იდეები მაქვს, აი, რავი, გასკდალამის. მაგრამ ამ იდეებს უნდა განხორციელება. და ეს არ გამოდის, რატო ფული არა მაქვს? თან ეხა არასრულწლოვანი ვარ და რა უნდა მოხდო, მაგრამ აი მინდა რა, რომ აი ჩემი თიმი შეყო რა. მაგრამ ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც აი რაღაცნაირად ახლოს არიან რა, ანუ აი რომ შეეძლოთ რა, აი ყოველდღე მოსვლა და მოდი რაღაცა გადავიღოთ. ხო და ეს 5 კაცი უეჭველი უნდა მყავდეთ, მაგრამ ვერ ვკრებ ეგეთ თიმს, ვერა. ხო და აი რას გავაკეთებდი? ეს არის ძალიან ბევრი ჩელენჯი. აი მექნებოდა, რავი, გათამაშებები ყოველდღე. აი რაღაცა გავათამაშებდი ყოველდღე. აი ელემენტარული აი ეს მაუქსი, ხო? გავათამაშებდი სიყვაზე. გათამაშებები, პრიზები, ესა მთელი ეპიზოდები, ანუ ცალკე იქნებოდა გეიმინგ ვიდეოები, რომელსაც მარტო გადავიღებდი. ცალკე იქნებოდა ის ვიდეოები, რომელსაც ესა გადავიღებდით. ცალკე იქნებოდა ლაივები, ყოველდღე გავსტრიმავდი რაღაცას. აი დავალაგებდი. მაგალითად ერთი კვირა Minecraft გავსტრიმავდი, ერთი კვირა რაღაცა CS:GO-ს ერთი მე თამაშებ თავდავანებდი, მე რაღაცა შოუები გავსტრიმავდი. კვირაში ერთხელ მექნებოდა 24 საათიანი სტრიმი, სადაც რავი, აი ორშაბათობა ყველაფერი მექნებოდა რა. ასევე იდეაში მაქვს რომ ჩვენი ლიგა შექმნა EZO ლიგა არის, ანუ საფეხბურთო ლიგა მინდა შექმნა, აი ყველაფერი მინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ჯგუფი არ მყავს, ფული არ მაქვს და მაგას უნდა დრო და მე კი დროს მაქვს აი ამდენი ცოტა. ხო და რავი ჯგუფი რომ მყავდეს მე ალბათ რავი ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთებდი. ისე პროექტებს მოხდავდი, ისეთ რაღაცა განსაკუთრებით გავაკეთებდი გათამაშებებს და რატომ? აი მაგალითად რო დავუკვირდეთ. აი საქართველოს ყველაზე მეტი გამომწერი ვის აყავს? ერთი თუ ორი იუთუბერი არის, აი მაგალითად Nika TMG და Hungry Man-ები, ხო? აი მაგალითად ტიპები ყოველდღე რაღაცას აკეთებენ, აი მაგალითად Nika TMG-ს ამდენი გათამაშება, როგორც რატომ აქვს? იმიტომ აქვს ამდენი გათამაშება, რომ ანუ აი არ ჩამორჩეს რაღაცას, ანუ ვითარდება, თავისი არხი ვითარდება, კომუნიტი რომ შეკრიბოს. ეს არის ერთგვარი ხრიკი, აი ამ გამომწერები და ყველაფრის მომატებისთვის. ხო და ანუ ძირითადად მექნებოდა გათამაშებებთან ყოველდღე ვიდეოები, ყოველდღე სტრიმები. დრო უნდა, მაგრამ ჯგუფთან ერთად უფრო мотиваცია მექნებოდა, უფრო აი კარგ რაღაცებს გავაკეთებდი, უფრო დრო მექნებოდა და აი რა ვიცი, აი ძალიან მინდა ეგეთი რაღაცა, მაგრამ არა, ეგეთი მარტივი განა. ხო და ეს იყო პირველი ეპიზოდი, მეგობრებო, ნახვამდის ყველას და პირველი ფარტი თუ მოგეწონათ რა თქვა, გამოიწერეთ არხი, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ თქვით და გამოიწერეთ არხი, რომ არ ჩამორჩეს ჩემი არხი და სანდროს არხიც, რა თქვა უნდა აღწერაში ლინკი. ლინკი აღწერაშია, ეგ დასაწყისშიც თქვით და აბა ნახვამდის. მალე დაიდება მეორე ფარტიც. ხვალვე. Andrés.